ირაკლი შაიშმელაშვილი საქართველოს სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი შინაგანთა საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ჩაგურთვება ახლა შეერთებული შტატებიდან. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. პირველ რიგში მითხარით საბჭოზე. თქვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გაქვთ, მაგრამ გარდა ამისა იცით ამის იდენტიფიცირების გზები. და როგორ უნდა გაბედონ სხვებმა, რომ გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილე, როცა აქვთ ინფორმაცია და სურთ ამხილონ მოძალადე, სპეცრაზმელი იქნება ეს თუ პასუხისმგებელი პირები. რა მექანიზმი ექნება საბჭოს ამ ყველაფრის შესაგროვებლად, ეს მინდა რომ ვიკითხო და რატომ გადაწყვიტეთ საერთოდ ამ საბჭოს ჩამოყალიბება, მეტი მიზანი მითხარით მეტად უფრო მაქედან. მოგესალმები ქალბატონო სოფო და მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. რატომ გადავწყვიტე ალბათ იმიტომ რომ არ დაიკარგოს ერთი რიგითი მოქალაქის ხმა და ეს არ არის ჩემი პერსონალური ამოკიდებულება, ჩემი პერსონალური და პირადული მიზანს არ ემსახურება, ეს ემსახურება ერთი რიგითი მოქალაქის როლს და ფუნქციას გარკვეული როლი შევიტანო საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის. თუნდაც დისტანციურად რაიმე მეთოდით ერთი მცირედი აგური მაინც დავდო საქართველოში სიტუაციის ნორმალიზებისათვის და გამოსწორებისთვის. მეორე მხრივ გარკვეულწილად ჩემი ფუნქციას და ამოცანაც არის რომ ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც სისტემა მიძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინათ, ამ ადამიანებში რაღაც გარკვეული გაერთიანება შევძლოთ ჩვენ და ამ ადამიანებს გარკვეული იმედი დაუბრუნოთ და სურვილი, რათა მათი როლი და მათი გამოცდილებით ჩაერთონ ამ პროცესებში, რა ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, ანუ ეს არის პერსონალური პასუხისმგებლობა და პერსონალური სანქციები, რაზეც ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას, ვინაიდან საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლებამ სისტემურ თავის დანაშაულებებს სისტემური ხასიათი მისცა და ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ და ჩვენი გუნდი თვეების განმავლობაში ამუშავებდა, ჩვენ გარკვეული დატა-ბაზა გვაქვს ერთგვარი შექმნილი, ინფორმაციული ბაზა გვაქვს შექმნილი და ხაზი მინდა გაუსვა, რომ ანუ ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და აღარ არის საჭირო რაღაცა კაბინეტებიდან გამოტანილი ინფორმაციებზე დაყრდნობა. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციური ცოდნა, წავიკითხოთ ის ინფორმაცია, რომელიც ღია წყაროებში და ხელმისაწვდომი არის და მოძებნოთ ის დანაშაულებრივი კვალი, რომელსაც ქართული ხელისუფლება ტოვებს. ეს შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო საერთოდ არ იყოს და საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ფუნქცია და როლი რა არისო? საერთაშორისო დონეზე დავაყენოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან რო შევხედოთ პროცესებს, საქართველოს არათუ დღის წესრიგში შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს, ხვდებით, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან. განა იმიტომ რომ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ სხვა მეტი გამოწვევები დგას დღის წესრიგში მათთვის. ამიტომ აქ ამ შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხის ყოველთვის წინა პლანზე წამოწევა არის უმნიშვნელოვანესი. ამაზე მუშაობს როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციები და მუშაობს ჩვენც და ის არხი, რომელსაც ჩვენ ქმნით იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მოქმედ და ყოფილ საჯარო სტრუქტურის თანამშრომლებს თუ საჯარო მოხელეებს თუ რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლებს მივცეთ შესაძლებლობა, ანუ ამ არხის, ანუ ჩვენი ორგანიზაციის გავლით თავიანთი ხმა მიაწვდინონ სხვადასხვა წამყვან ინსტიტუტებს, სხვადასხვა წამყვან სახელმწიფო დაწესებულებებს, რათა დღის წესრიგში მუდმივად იდგეს, ანუ ქართული ოცნების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ლუსტრირება. თქვენ წერან ახსენეთ ფასადური მართლმსაჯულება. ზუსტად არის ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე მთავარი პროპაგანდისტული ხაზი, რასაც ის ქმნის, რომ ვითომ მართლმსაჯულებას ახსრულებს, ვითომ რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამის უკან ხო ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით. საქართველოს მოქალაქეებმა ხო კარგად იციან. აი ესე კარგად უნდა აუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ესენი არიან მატყუარა ხელისუფლება, ესენი რეალობაში არ ცდილობენ რეალური დანაშაულებების გამოძიებას და რატომ არ ცდილობენ და ამისთვის რა მეთოდებს და მექანიზმებს იყენებენ და ის დაუშვათ დაკავებები იქნება, გარკვეული კომპრომისი იქნება, გარკვეული უკანდახევა იქნება, რეალურად რას ემსახურება, ხვდებით? იმიტომ რომ
საერთაშორისო დონეზე, აქაც და ნებისმიერ, განვითარებულ ქვეყანაში აქვთ მიდგომა, რომ საჯარო მოხელი არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება. და ის რომ რაღაცას იტყვის და ის რომ რაღაცას იძახის, ხო, მის უკან მთელი რიგი პასუხისმგებლობა დგას. რაც საქართველოს შემთხვევაში ესე არ არის. გადაწყვეტილების მიმღები პირებიც კი არ არიან, არც პრემიერი, არც ნებისმიერი მინისტრი და ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი, ივანიშვილის გამოდის დავალება და ისე ეს ვერტიკალი არსებობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ფაქტების, ამ ასე ვთქვათ, მასალების როგორც გასაჯაროვება და ისე მიწოდება, აგრეთვე ცდელობა და ჩვენი მუშაობაც მიემართება, რომ საერთაშორისო მედიაში მოხდეს გარკვეული ინფორმაციების გაშუქება და თქვენ ძალიან კარგად იცით, არ არის ხო ესე მარტივი, რომ პირობითად ჩვენ ხო არა გვაქვს ის მილიონები ხო, როგორც ივანიშვილი ლობიზმში ხარჯავს, რომ დაუშვათ გადაუხადოს. მაინც ვერაფერს აღწევს, ხო? ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ ის რომ ივანიშვილი ახლა ძალიან ცდილობს პერსონალური სანქციების თემა მოაგვაროს შეერთებულ შტატებთან და ჯერჯერობით ვერ აგვარებს ამას, აი იგივე კადრები გადის ახლა თქვენთან პარალელურად. საქართველოში ყველა მიცის, რომ ლევან ხაბეიშვილის ცემა იქნება ეს თუ სხვა ცნობილი საჯარო ფიგურის თუნდაც ცემა, თან სასიკვდილოდ ცემა. ამას არ იღებს ადგილზე არც სპეცრაზმელი და არც ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრის დონეზე წყდება ეს, როცა საქმე პოლიტიკურ ფიგურას ეხება ან ცნობად სახეს. ასეა თუ არა ეს და ეს შესაძლოა არ ესმით ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც შეერთებული შტატებია და რაღაც დონეზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომი დეპარტამენტის უფროსის დასჯა, მაგალითად შეიძლება ისეთ ქვეყნებში ჩაითვალოს საკმარისად, სადაც ზედარგოლი პასუხისმგებელი. კი, დიახ, აი ნახეთ როგორ არის, თქვენ როგორც იცით, უახლოეს პერიოდში იგეგმება ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში. დღეს არიან აქ და მართავენ შეხვედრებს, დია. და შეხვდებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე იგეგმება შეხვედრა პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს ქართულმა ოცნებამ თავის ასე ვთქვათ ამორჩეველში ეს საკითხი ასე ვთქვათ გაასაღა, რომ ვითომ გარკვეულ ნორმალიზებას აღწევს. სინამდვილეში ესე არ არის. არათუ ნორმალიზებას აქ არის დამატებითი სანქციები არ დაუწესდეს ქართული ოცნების რეჟიმს, განსაკუთრებით ივანიშვილს და ამიტომ არის ეს გუნდი აქ ჩამოსული, რომ გარკვეულ, ეს მნიშვნელოვანი არის, მე ყოველთვის ვიძახი, რომ დიალოგს ალტერნატივა არასდროს არ გააჩნია და მნიშვნელოვანი არის. თუმცა, აქ არის აი ეს ფუნქცია და როლი, რომ მიწოდებული იქნა სწორად ინფორმაცია, რომ აი ეს ადამიანები ქართულ ოცნებას გულისხმობდა, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, ხო? რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ვაჭრობით, იმიტომ რომ მისი ბუნება ესეთი არის, ხო? ვაჭრობით არის, რაღაცებით ევაჭრება, როგორც საზოგადოებას, ისე პარტნიორებს. რომ აი რაღაცას დათმობს და ამ დათმობის სანაცვლოდ დამატებით რაღაც გარკვეული სანქციები არ მიიღოს. ის ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ ნებისმიერი გადაცდომა და ნებისმიერი სისასტიკე, რომელიც ჩადენილი აქვს, ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის ვერტიკალი, რომელიც მოდის მითითება და დავალება პირდაპირ ივანიშვილისგან და ამას ასრულებენ ესენი არიან ეგრეთ წოდებული ერთგვარი გამტარები. ეს რო არ მოდიოდეს დავალება და ეს მითითება რო არ მოდიოდეს ცენტრალური ფიგურიდან, ყველა მსგავს გადაცდომაზე, რომელიც მოხდენილი არის და ჩადენილი არის, მყისიერი რეაგირება მოყვებოდა ამას როგორც უწყების დონეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეზე. აგრეთვე დამოუკიდებელი უწყება არის აბსოლუტურად გენერალური პროკურატურა და მას შეუძლია დამოუკიდებლად გამოძიება დაეწყო ამ პროცესებზე. თუმცა არც ერთი მსგავს შემთხვევაზე არათუ დასჯილი ხდებით, გამოძიებაც არ არის დაწყებული და ის გამოძიებები, რომელიც ჩატარებული არის, ზუსტად ეს არის ფასადური მართლმსაჯულების რეალური სახე, რომ აქ არ არის ინსტიტუციური მიდგომა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენთვის ისევე როგორც აი ლევან ახობაძე მაგალითად. ეს უნდა მეკითხა ზუსტად ახლა ლევან ახობაძის საკითხი, ასევე ფასადური მიდგომა აქვს, თითქოს კორუფციას ებრძვიან, ხომ? რატომ დაიჭირეს თქვენი ინფორმაციით ლევან ახობაძე ახლა სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე, რომელმაც ესე იგი მათი ბრალდების მიხედვით ქრთამი აიღო რუსეთის მოქალაქისგან 250,000 მის კაბინეტში გადასცესო იმისთვის, რომ მილიონი დაებრუნებინა
აღადგინა არადეკლარირებული საზღვარზე გამოტანილი ამ რუსეთის მოქალაქეს. ასეთია რეჟიმის ვერსია. ლევან ახობაძე, როგორც ვიცი, საკმაოდ ძველი კადრია. ის არც ივანიშვილის დროს მოსულა სისტემაში, არც სააკაშვილის დროს კიდევ უფრო ძველია, როგორც ვიცი. თქვენ რა იცით და რატომ? ლევან ახობაძე დააკავეს და რატომ დააკავეს მე დადასტურებულად რაც გეტყვით ამას. მაგრამ მანამდე ლევან ახობაძე ვინ იყო? ლევან ახობაძე იყო გარდა იმისა, რომ სუსის უფროსის მოადგილე იყო ბოლო პერიოდში, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ფუნქცია რა არის? ეს არის პოლიტიკური საფრთხეების პროგნოზირება და თავიდან არიდება. აქედან გამომდინარე, სუდი იყო ჩართული მთლიანად აკონტროლებდა საჯარო სექტორს. ანუ რა დონეზე აკონტროლებდა? იცით რომ არათუ დაუშვათ მაღალი თანამდებობის პირები, სკოლის დირექტორები, ბაღის დირექტორები, აიპები, გაერთიანებები, მთლიანი ეს სპექტრი ეკავა. ანუ ამ მთლიანი დანაშაულებრივი არქიტექტორის ხელმძღვანელი იყო თავის გუნდთან ერთად. ამის გარდა ლევან ახობაძე, აი კლასიკური მაგალითი არის 2021 წლის კრებსები, რომელიც გამოქვეყნდა. ანუ რო უბრალოდ შედარება გავაკეთოთ, რა მასშტაბებზე არის კონტროლის, რა მასშტაბებზე არის საუბარი, რომელსაც ეს პიროვნება აკონტროლებდა. და რატომ დაიჭირეს? განა დაიჭირეს, რომ კორუფცია იყო. კორუფცია რო იყო ქალბატონო სოფო და ესეთი მსგავსი რაღაცები რო ხდება, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ შეთანხმების გარეშე და ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად ეს ადამიანები მსგავს რაღაცებს არ გაბედავენ, ვერ ბედავენ. ეს არის შეთანხმებული. უბრალოდ ეხლა ნახეთ რა ხდება. გარკვეულ გადატვირთვას აკეთებს ივანიშვილი, შეცვალა მთლიანად სპექტრი, ანუ მოიყვანა, ჩააბარა გეკას, ანუ ეს ვერტიკალი, რომელიც ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არსებობს, ისევ იარსებებს. უბრალოდ ლევან ახობაძეს პერსონა იმდენად მაღალი იყო და იმდენად გავლენიანი იყო, ანუ ყველა სკოლის დირექტორს ხო ვერ შეცვლიდნენ. ყველა აიპის ხელმძღვანელს ხო ვერ შეცვლიდნენ. ამიტომ ერთი ლევან ახობაძე დააკავეს და ესეთი ფაქტები ბევრზე არსებობს და ამით ყველა სხვა დანარჩენს ამ უზარმაზარ ინფრასტრუქტურას გაუგზავნეს ერთგვარი გზავნილი, რომ ლევან ახობაძე აღარ არის ფიგურა და უკვე ვისთან უნდა გადმოვიდნენ და ვის უნდა დაემორჩილონ. ანუ რო ჩააბარეს ახლა რო ნიშნავენ ამ წუთას ახლა ვინც არის ხო სუდის ხელმძღვანელი, იმას ხო სჭირდება გარკვეული ბერკეტები, გარკვეული გავლენები, დებით, ანუ რეალურად ეს კორუფციის გამო კი არ დააკავეს, ეს იყო ერთგვარი ძალაუფლების გადაბარების პროცესი და ამ ძალაუფლების გადაბარების პროცესში უბრალოდ აუცილებელი საჭიროება იყო ამ პიროვნების დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ის მოქმედი თანამშრომელი აღარ იყო, მას მაინც უზარმაზარი გავლენა ჰქონდა, მაგრამ ეხლა ის რო ციხეში იქნება, სადღაც რომელიღაცა სოფლის დირექტორისთვის უკვე ძალიან კაფიოდ ნათელი არის, რომ ლევან ახობაძის ეპოქა დასრულდა და უკვე ახალი ადამიანის ვისთანაც უკვე კავშირზე გავადა. აი უამრავი ექსპერიმენტი არის ჩატარებული, ბექაყორჩი ატარებდა ამაზე, რომ ურეკავდა ვითომ სუსიდან გირეკავდნენ და როგორ არიან, ხო, ანუ ეს ადამიანები მიბმული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე. რაც შეეხება კორუფციის მასშტაბებს, ის მასშტაბი არის ზღვაში წვეთი, რომელიც კონკრეტულად ამ პიროვნებას ეხება, ანუ ახობაძეს გულისხმობ. და აქ არის ზუსტად სისტემური რღვევა და სისტემური დანაშაულებები სახელმწიფოს მხრიდან, აი მათ შორის პარალელი რო გავავლოთ, აი დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან მიმართებაში, ხო? ანუ რა დონის კორუფციული გარიგებები არის, რა მასშტაბები არის, რა თანხებზე არის საუბარი. მაშინ როცა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება არის, რომ მსგავს ნებისმიერი თავისი მოქალაქის და განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ის ამისთვის თანხებს ეძახის არამიზნობრივ ხარჯვას. და არ შეიძლება რომ მაგალითი არ მოვიყვანოთ უახლოეს პერიოდიდან ირანში სპეციალური ოპერაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ერთი პილოტის გადასარჩენა. 300 მილიონის დოლარის ღირებულების დაუჯდა ის ასე ვთქვათ ოპერაცია. კი, მაგრამ გადაარჩინა ყველაზე ღირებული მისი ჯარისკაცის სიცოცხლე, რა თქმა უნდა. ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ანუ ამ ცივილიზებული სამყაროს რატო გვინდა, რატო
ვიბრძვით, რატო ვიხვწვით, რომ დასავლეთთან ადაპტირება მოვახდინოთ, დაუახლოვდეთ ეს ურთიერთობები უფრო მეტად გარკვეულწილად. ამ ქვეყნების, ამ სახელმწიფოების ინსტიტუციური მიდგომა არის ადამიანურ ღირებულებებზე აწყობილი, მაშინ როცა ქართული ოცნების რეჟიმის არის პერსონალური მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ტრიალებს მთლიანი სახელმწიფო მექანიზმი. და როდესაც ხდება მე აი სტუდენტებმა საოცარი რამ ჩაატარეს ხო ანუ ილიაუნის სტუდენტებმა და ესეთი სოლიდარობის აქტი ანუ ამისი გაშავებაც რატომ მიდის ქართული ოცნების პროპაგანდის მხრიდან იმიტომ რომ ყველაზე მეტად რისიც ეშინია ქართულ ოცნებას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ყველა ეთერში ამაზე მაქვს ხაზი გასმული ეს არის საზოგადოებრივი ერთიანობის ეს არის საზოგადოებრივი კონსოლიდირების იმიტომ რომ ეს არის ის ძალა, რითაც ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივად, კონსტიტუციურად, იურიდიულად ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს. და ეს არის რის გამოც მე ანუ იყენებენ სხვადასხვა ბინძურ პროპაგანდას და ძალიან ცუდ პროპაგანდისტულ მესიჯებს, რათა გააშაონ როგორც თვითონ პროცესი, აგრეთვე ინდივიდის დონეზე ადამიანები. აი გურამ როგავასთან ჩაწერილი ინტერვიუ იმედმა როგორ გაქარდა, ანუ ჩემი სიტყვები, როგორ ცდილობდა თუნდაც საჯარო, ანუ პოლიციელებში ასე ვთქვათ ეს წარმოეჩინა თითქოს მე პოლიციელებს შეურაცხყოფას ვაყენებ, როცა აბსოლუტურად მსგავსი რამე არ არის, ხო? ანუ რატო აკეთებენ ამას? იმიტომ აკეთებენ, რომ არ მოხდეს აი ეს კონსოლიდირება, არ მოხდეს ეს გაერთიანება, არ მოხდეს საერთო მიზანზე ფოკუსირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ივანიშვილის რეჟიმის ლუსტრირება საერთაშორისო დონეზე. ბატონო ირაკლი, ინფორმაციას, რასაც თქვენ ფლობთ, რასაც შეაგროვებს ეს საბჭო, რა თქვით რომ ანუ ყველა მოქალაქეს ეს აძლევს შანსს, რომ გარკვეულწილად მის სიტკივილი, მისი უფლება დარღვევა მივიდეს შესაბამის სტრუქტურებამდე, რომლებიც სანქცირებაზე არიან პასუხისმგებელი. ასეთი არის მაგალითად თქვენ სადაც იმყოფებით იმ ქვეყანაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ადმინისტრაცია და ასე შემდგომ. თქვენ გააქვთ ამის შესაძლებლობა არხები, რომ ეს დოკუმენტირებული მასალა მერე მივიდეს დანიშნულების ადრესატამდე? კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ჩვენ და სამოქალაქო საბჭოს გუნდი ამას ეხლა დავარქვით ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეხლა გახდა ცნობილი, თუმცა ჩვენ ეს ოფიციალურად დეკემბერში დავარეგისტრირეთ და მანამდე გარკვეული პერიოდით ადრე ამაზე მუშაობა დავიწყეთ. მუშაობა რო დავიწყეთ, ერთგვარი სტრატეგია შევქმნით, რა უნდა გაგვეკეთებინა, რა იყო ამის საბოლოო მიზანი და რა პოზიტიური შედეგები შეიძლება მას გამოეტანა. ბუნებრივია, თუ არ გვექნებოდა ეგრეთ წოდებული არხები და შესაძლებლობა, სადაც ამ აკუმულირებული ინფორმაციას, ამ დამუშავებულ ინფორმაციას მივაწვდიდით, მაშინ აზრი არ აქვს, ანუ ჩვენს მუშაობას მთლიანად აზრი ეკარგება. ბუნებრივია, არსებობს ეს არხები და ძალიან ბევრი მსგავსი არხი არსებობს. უბრალოდ და ამაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ირანთან მიმართებაში, აი ალ-მუსტაფას უნივერსიტეტთან მიმართებაში, რომელიც დავამუშავეთ, მათ შორის ბლექსი პეტროლიუმთან მიმართებაში, მიწოდებული არის და მიცემული გვაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, უბრალოდ დეკლარირებულად ღიად ეხლა გამოვედით, იმიტომ რომ გვინდოდა რომ შეგვექმნა ეს ეგრეთ წოდებული საიტები, რათა არხები შეგვექმნა, ასევე მეორე საიტი, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩავუშვებთ და ეს იქნება ეს ჩვენი აკუმულირებული დამუშავებული ინფორმაცია გამოტანილი და ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი და ის არხი კიდევ ერთხელ ვიძახი, რომელიც შეიძლება გქონდეს სურვილი, იმიტომ რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა ქვეყნის შიგნით არსებულ სპექტრზე არ შემოიფარგლება. ამავდროულად გვინდა რომ ემიგრაციის როლი და ფუნქცია გავზარდოთ, იმიტომ რომ ემიგრაცია ძალიან დიდი, აი რატომ გააუქმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ემიგრაციას ქართულმა ოცნებამ? იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი, ანუ საქართველოსთან არის ინტელექტუალური და შრომითი კაპიტალის უზარმაზარი გადინება. და ეს ადამიანები აქ შეიძლება დღეს პირობითად მუშაობენ Uber-ზე, სატვირთო ავტომობილებზე და სხვადასხვა ფიზიკურ შრომას ეწეოდნენ, მაგრამ ამათ უკან უზარმაზარი ინსტიტუციური ცოდნა და უზარმაზარი მოცდილება არის და ამ ადამიანების რესურსების მობილიზება არის კიდევ ჩვენი თვითმიზანი. კი ბატონო. მინდა ასევე გკითხოთ ბატონო ირაკლი, მე ერთხელ
მოგეკითხეთ ეს თქვენ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაციის დონეზე დღეს არის აი 26 მაისია ხვალ და დღეს განსაკუთრებით მოხვდა ყურს სპუტნიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ საქართველოში შეიქმნება იქ შექმნილა უკვე ესე იგი ერთგვარი პლატფორმა საზოგადოებრივი რომელიც რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო იქნება და გააკონტროლებს ფიზიკური და იურიდიული პირები რა სიტყვიან ესე იგი რუსოფობიის მიმართულებით და არა მარტო კულტურა ენა აქვთ ეს შეფარვით წერია მაგრამ საუბარია რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ 2022 წლის თებერვლის შემდგომ ანუ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდგომ უკრაინაში გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს ისინი მიიჩნევენ რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებები და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და მე სასამართლოში გიჩივლებთო ანუ ეს საქართველოში ეს ოკუპაციის კანონი გვაქვს, სუსი ყავს, წესით ასეთ საფრთხეებს უნდა პასუხობდეს თუ არა და თუ არ პასუხობს არის თუ არა ეს თანამონაწილეობა ამ პროცესში, როცა 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს ამ ქვეყნის და ახლა რაღაც საბჭო შექმნილა, რომელიც ანტირუსულ განცხადებებს შეისწავლის თურმე და მე მურუსიძის სასამართლოში უჩივლებს საქართველოს მოქალაქეს. 26 მაისთან დაკავშირებით ვიტყვი კიდევ ერთხელ ქართული ოცნების პროპაგანდა რო გავანეიტრალოთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ლაგდებიან სომხეთში ჩადის სახელმწიფო დივანი რუბიო. აი დალაგება იქნებოდა საქართველოში რომ ჩამოსულიყო, კი ბატონო. საქართველოში რომ ჩამოსულიყო და მე მგონი აი ამით იხსნება მთლიანად აბსოლუტურად მათი, ანუ ამით ნეიტრალდება მათი ეს qalbi პროპაგანდა. რაც შეეხება რუსულ ინფილტრაციას, აი ჩემი გამოცდილებით, რომელიც მე 16 წლის განმავლობაში თავდასამინისტროში ვიმუშავე და ჩემი ძირითადი პროფესია არის არა პოლიციური და არა საპოლიციო, არამედ თავდაცვის ოფიცერი ვარ მე და მთელი რიგი განათლებები მე რაც მაქვს მიღებული იყო სამხედრო კარიერისთვის. არსებობს ესეთი სახის არსებობს დოქტრინა. დოქტრინებზე არის აწყობილი მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების არქიტექტურა. რუსეთისთვის მაგალითად საგარეო მიმართულების დოქტრინაში და საგარეო საფრთხეებში საქართველოსი აქვთ გარკვეული ჩანაწერები. ოღონდ ეს რამე პრობლემა კი არ არის. ყველა სახელმწიფოს ყველას ეს აქვს. სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს ეს საქართველოში არ არსებობს დღეს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს ეს მიდგომა. როგორ გაანეიტრალოს და რა ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმისთვის და როგორ განახორციელოს მოქმედებები, რომ უიარაღოთ იარაღისა და ტყუის გასრულის გარეშე გავლენის სფეროთ აქციოს მთლიანად ქვეყანა. ანუ დაიპყროს ერთგვარად ხდებით, ანუ დღეს რუსეთს მაგალითად როგორც ქვეყანას აღარ ჭირდება საქართველოში საომარი მოქმედებები, ამას თავის ამომრჩეველს, ანუ მოქალაქეებს აშინებენ ომით, თორემ უიარაღოთ აყავს დაპყრობილი, ანუ ინფილტრაციის დონე იმდენად მაღალი არის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების პირდაპირი მითითებები, ამაზე უკვე აღარც განეიტრალებას აღარ ცდილობენ. იმიტომ რომ იძახიან რომ კი მაგალითად სიმონიანის, მაგალითად ლავროვის, მაგალითად ნებისმიერი რუსი პროპაგანდისტის განცხადება ერთ-ერთში თანხმედრაში მოდის ქართული ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებასთან, იმედში გაშვებულ ხდება ეს როგორ? პირდაპირი დირექტივით აქ მყოფი სპეცსამსახურის თანამშრომლის გავლით? სპეცსამსახურები ეს ამაზე რომ ვისაუბროთ ეს ძალიან ვრცელი თემა არის, მაგრამ მოკლედ რაც შემიძლია გითხრათ, ანუ როგორ ხდება და ანუ ჩვეულებრივად არიან გამოყოფილი პერსონები, ანუ ესე ვთქვათ, მაკონტროლებელი ოფიცრები, რომელსაც აქვს თავიანთი ქსელები და მიმართულებები. პირობითად შინაგან საქმეთა სამინისტრო აბარია, რომელიღაცა კონკრეტულ პირს სუსი აბარია, რომელიღაცა კონკრეტულ პირს და ასე შემდეგ. საქართველოში შედან ეს ხალხი ინფილტრაციის დონე მინდა წარმოვიდგინო ერთხელ მითხარით რომ რუსებზე არ არის საუბარი, მე რას ვიძახით, ანუ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირები, ანუ მინისტრის მოადგილე, მინისტრი, დეპარტამენტის დირექტორი ასრულებს, ანუ არის დეკლარირებულად რუსეთის აგენტი, ანუ რუსული გავლენების ქვეშ არის და ის რა დავალებებს და დირექტივებს და ძიღებს, იმას აკეთებს, ანუ არ ჭირდებათ, ანუ ამას ვიძახი, ანუ რუსების ადგილზე ყოფნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ რუსებმა თავის ინფილტრაციის დონე გაზარდონ და თავის შედეგებს მიაღწიონ. აქ არ არის ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ის ქმედებები და ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ქართული ოცნება დღეს აკეთებს, ანტიკონსტიტუციური, ანტიქართული არის. ის მიდგომა დაწყებული
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებიდან დაწყებული. აი განსაკუთრებით ბოლოს მთლიანად ემსახურება ინსტიტუციური მექანიზმების მოშლას, ძალოვანი სტრუქტურების დეგრადირებას, ძალოვანი სტრუქტურების გათიშვას. მთლიანად განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრო გადასული არის სოციალური ბიუჯეტი არის შექმნილი, ანუ რო ჩაიხედო თავდაცვის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, ანუ იმისთვის რომ რაღაცნაირად განვითარდეს და გაძლიერდეს ეს პირიქით ხდება, რატო ხდება ამას? იმიტომ რომ შეინარჩუნონ ეს პერსონები, გაუზარდონ ხელფასები, გაუზარდონ პრივილეგიები და ამითი დაიკავონ ეს ადამიანები და არა ინსტიტუციური განვითარება. ანუ ინფილტრაციის დონე იმდენად რთული საკითხი არის, ეს ჩვენ ვახსნათ, გაგვიჭირდება 10 წუთიან ეთერში, ხო? ანუ ამაზე საუბარი. თავარი რა არის? შედეგები. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით, ანუ დასაკითხებს ქართული ოცნება და რა შედეგები მოყვება მას ქმედით ნაბიჯებს. როგორ ლანძღავენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, როგორ აკნინებენ მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუციას, ცალკეულ ქვეყნებს რა შევარაცხყოფას აყენებენ, ელჩებზე თავდასხმა. ანუ ეს არ არის პაპუაშვილის, კობახიძის, მითუკრო ზარქუას და ასე შემდეგ. ანუ მათ არ აქვთ არც რესურსი, რომ ეს განცხადებები დაწერონ და არც უფლება არ აქვთ, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთონ. ხდებით? ანუ ეს არის რუსული ინფილტრაციის კლასიკური მაგალითი საქართველოში.